პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად რეაგირება იყოს საჭირო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და დღეს ჩვენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალურ პროკურორის სახელზე შემოვიტანეთ წერილი, სადაც მოკლედ აღწერილია გადაცემაში არსებული ინფორმაცია და ვითხოვეთ საქართველოს ხელისუფლებისგან, გენერალურ პროკურატურისგან მოახდინო რეაგირება, რამე თუ ჩვენ ვთვლით და გვჯერა, რომ მასში არის სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი მომენტები და იმეც ვიქონიებ, რომ ჩვენი წერილი არ დარჩება ყურადღების მიღმა და ამას მოყვება სათანადო რეაგირება. ამავდროულად ეს კიდევ ერთი გაფრთხილება იქნება ყველა იმ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ლიდერებისთვის, რომ მსგავსი ხერხებით, მსგავსი საშუალებებით ხელისუფლების შესვლა არ გამოვა და ამას არც ხელისუფლება და არც ქართველი ხალხი არ დაუშვს. სოფლიოში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციამ და იმ ვითარებამ, რასაც ჩვენ ხედავთ ბოლო თვეების მანძილზე საქართველოში, იმ ბრძოლას, რომელიც გამოუცხადა ლიბერალურმა ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლებას გადააწყვეტია ბატონ მამუკა ფიფიას თავის მეგობრებთან ერთად მოსკოვში ვოვანთან და ლექსუსთან ერთად დაეორგანიზებია ის რისი მხილველებიც ჩვენ ყველანი ერთად გავხდით. რა გვაჩვენა ამ კადრებმა, რა გვაჩვენა ამ ჩანაწერმა, რა გვაჩვენა ამ საუბარმა. ლიბერალური ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს მოიზრდოს თანხები, რადგან კიდევ ერთხელ მოახდინოს საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლა. ისინი კარგად ხვდებიან, რომ დღევანდელი საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა არ არის განწყობილი ცვლილებებისთვის, მათთვის თავარია ის მშვიდობა, რომელსაც მართველი პარტია უკვე 2 წელიწადნახევარია ინარჩუნებს და გამომდინარე აქედან კიდევ ერთხელ მივესალმებით აი ამ გადაწყვეტილებას და ბატონ მამუკა ფიფიას და მისი მეგობრების ამ ძალიან საშურ ნაბიჯს, რომელიც გადაედგა პირველ რიგში საქართველოს და ქართველების ინტერესებისთვის. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართულმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, რა ოპოზიციასთან გვაქვს საქმე. მთლიანად ჩართული იყო ბატონი მამუკა, როგორც ლოჯისტიკის, ასევე იდეოლოგიური კუთხით აღნიშნული გადაცემის მომზადებაში და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ვინ ებრძვის საქართველოს, რა ძალების მობილიზაცია ხდება და ქალბატონი ყოფილი პრეზიდენტად წოდებული, ყოფილი ომბუდსმენი ნანუაშვილი და სენატორი უილსონი ეს არის მხოლოდ აისბერგი იმ ძალების, რომლებიც ებრძვიან საქართველოს და გადაცემაში ნათლად გამოჩნდა, თუ რომ მათთვის არ არსებობს ვის მიმართავენ. თავარია მოიძიონ თანხები, თავარია მოიძიონ ის საშუალება, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ჩართონ ზვათამკვლელ ომში.